ასეთი კაცი იმსახურებს უფულობას. ასეთი ბიჭები არ ცხვენენ ქართველების რეპუტაციას გერმანიაში. თუ შენი ყოველი საღამო გადის ბირჟაზე დგომაში, კარტის თამაშში, თუ 24 საათი ფეხბურთზე საუბრობ და კაზინოებში ატარებ დროს, რატომ გიკვირს, რომ შენ საბანკო ანგარიშს არაფერი ემატება? ასეთი ბიჭი შემდეგ გერმანიაში მიდის ფულის საშონელად და იწყებს ქურდობას. ამას თავად შევესწარი, როდესაც დორტმუნდში საქალაქო სასამართლოში თარჯიმნად მომიწია მისვლა ქართველი ბიჭის საქმეზე, რომელმაც შარვლები მოიპარა. თუ შენი ცხოვრება გადის მხოლოდ ბირჟაზე დგომაში, ფეხბურთზე ლაპარაკში და კაზინოებში, იმსახურებ უფულობას. თუ გინდა კაცებზე ვიდეოების სერიის შემდეგი ნაწილი არ გამოტოვო, გამომიწერე.